ქვეყანაში შემოსულ სტუმრებს, აი ტურისტებს ვუყვებით ეტაპობრივად, მაგალითად, რა რესურსი გვაქვს ქვეყანას და ასე შემდეგ, მაგალითად, შიდა ტურებზე მე პირადად რა აღმოვაჩინე, როდესაც აი ჩვენს მოქალაქეებს ვეკითხებით, თქვათ, რამდენი მდინარე გვაქვს საქართველოში, ან რამდენი ტბა გვაქვს, ასე შემდეგ, აი აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება მეტი ინფორმაციის მიღება. ანუ ხშირად ადგილობრივი ან მოქალაქე არ არის საქმის გულში, ანუ მისთვის არ არის ცნობილი რეალურად რა რესურსი აქვს ქვეყანას და ამიტომაც აი სანამ მინერალურ და თერმულ წყლებზე გადავიდოდეთ, მინდა რამდენიმე აი რიცხვითი მონაცემი გითხრათ, სტატისტიკა და უბრალოდ შევიხსენოთ რა გვაქვს რეალურად. აი როგორ ფიქრობთ, რამდენი მდინარე გვაქვს საქართველოში? აი შეგვიძლია თუ არა ამის დასახელება? ძალიან ბევრი ვიცი, მაგრამ ციფრი არ ვიცი. ბოლო მონაცემებია, თან გადავამოწმეთ არაერთ ადგილას. საქართველოში მდინარეების რაოდენობა არის 26,060. ანუ რაც არის აღრიცხული, აი ტყუილად არ მაქვს რუკა გამოტანილი, საუბარია ერთ გოჯმიწაზე, ანუ ძალიან პატარა ტერიტორიაზე 26,060 მდინარე გვაქვს. აქედან 18,109 არის შავი ზღვის აუზის, 7,951 კასპიის ზღვის აუზის. მიუხედავად მდინარეების ასეთი რაოდენობისა, რამდენი სოფელი გვაქვს, სადაც წყალი არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა არის მიზეზი რეალურად, რესურსი არა გვაქვს თუ სხვა რამეშია საქმე და აი ყველა სასკოლო ტურის დროს აი ჩვენ ვცდილობთ მოსწავლეებს, ბავშვებს აი ვუთხრათ რაშია რეალურად პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ხა რო შევიხსენოთ ყველაზე დიდი მდინარე, ანუ სიგრძით ეს არის მდინარე ალაზანი 409 კილომეტრია, ყველაზე წყალუხვი ყოფილა რიონი იმერეთში და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ ინფორმაციის გაგება, მამა დამეხმარა სხვათა შორის, სოფლიოს ყველაზე მოკლე მდინარე გქონია საქართველოში. ეს არის მდინარე რეპრუა, რომელიც არის აფხაზეთში. იქიდან ჩამოდის გაგრის ქედიდან პირდაპირ პლაჟის ზონაში და დაახლოებით მისი სიგრძე არის 6-დან 10 მეტრი. აი ესეთი ჩვენ გვაქვს ყველა მდინარის ფოტოებიც, მაგალითად, ერთად აი ეს არის მდინარე რეპრუა, რომელიც არის გაგრაში და იმედი ვიქონი პლაჟზეა ძირითადი, ხო? ძირითადი. დიახ, ანუ იქვე ქედიდან ჩამოდის, მაგრამ აქვს ოფიციალური სტატუსი, როგორც დედამიწის ყველაზე მოკლე მდინარის. 6 მეტრია? 6-დან 10 მეტრი, აი ესე არის მოცემული. ეხლა რაც შეეხება ტბების რაოდენობას, ნუ გამოჩნდება ალაზანიც და რიონიც, ანუ ეს მდინარეებიც, მაგრამ გადავიდეთ ტბების რაოდენობაზე. აი ტბების რაოდენობაც ხო, ეს არის მდინარე ალაზანი. ულამაზესი და უნიკალური. რა ვიცი, ესეთი მრავალფეროვანი ქვეყანა ალბათ ძალიან იშვიათია, როგორიც საქართველოა. ანუ ალაზანი არის ყველაზე გრძელი. ყველაზე გრძელი 409. 409 კილომეტრი. მტკვარი 400 კილომეტრია საქართველოს ტერიტორიაზე და ნუ შემდეგ მოდის ნარჩენი, ეს არის რიონი, როგორც ყველაზე წყალუხვი მდინარე. ესეც ჩემთვის ტბებზე საუბარი და წამოგვეწევა. ხო, ტბებით წამოგვეწევა, ტბების რაოდენობა 860 ტბა. აი ძალიან რთულია ამის დაჯერება, რომ აი და გამოჩნდა კიდევაც ყველაზე დიდი ტბა საქართველოში ეს არის ტბა ფარავანი. ალბათ, ნუ ჯავახეთის ტბები, ნუ გამაოგნებელი სილამაზის არის. ყველაზე ღრმა ტბა ყოფილა რიწის ტბა, ეს არის ასევე როგორც პატარა მდინარე, ეს არის რიწის ტბა, ეს არის გუდაუთაში, აფხაზეთის ტერიტორია. მისი მაქსიმალური სიღრმე არის 101 მეტრი და ეს ტბა არის ყველაზე ღრმა არა მარტო საქართველოში, მთელი კავკასიის რეგიონში, ესეთი განსაკუთრებული ტბა არის. გარდა ამისა, მინერალური წყლები, როგორ ფიქრობთ, რამდენი გვექნება ქვეყანაში? ესე იგი, ბორჯომი, აი რამდენი ჩამოთვლა შეგვიძლია, ხო, დაახლოებით 15 კურორტები რამდენი გვაქვს? ეს მინერალური წყლები, რომელიც უკვე დაბრენდილია, მაგრამ მინერალური წყლები, რომელიც უბრალოდ ბუნებაში მოდის და ის არ არის ბრენდირებული. ხო, რომელიც აღწერილი, აღწერილი რაც არ არის, ალბათ კიდევ მე ვიცი, აიქეთ ჩვენსკენ თიულეთი, შავისკენ რა ამჟავე წყლებიც არის, თითქმის ყველა და რა შესანიშნავი. მინერალური წყლების რაოდენობა ქონია ძალიან თანამშრომლობრივი 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი გვაქვს. არ ვიცი. ხალხაზრდით ეს რაც ოფიციალურად არის აღრიცხული. რაც აღრიცხულია. რამდენიც გინდათ. თერმული წყლების რაოდენობა 250-ზე მეტია. ჩვენს ქვეყანაში წყალსაცავი 22, ბალნეოლოგიური კურორტი 56. მე ამის იქით სხვა სტატისტიკის მოყვანას არ ვაპირებდი, მაგრამ გიორგი დვალაშვილმა გეოგრაფი ყველა მიწის კიდე სხვა მონაცემები მომაწოდა, მაგალითად 20 კანიონი გვაქვს,
ქვეყანაში. კარსტრული მღვიმე 500-ზე მეტი, 100-მდე ჩანჩქერი, 100-მდე 360 გრადუსიანი პანორამული სამზერი მოედანი გვაქვს. 100-მდე ბუნებრივი წარმონაქმნის საოცრება. ეხლა უბრალოდ აი აქ რაც ჩამოვთვალეთ, ამის 10% რომ კონდეს გამოყენებული ქვეყანას, საერთოდ აი სად ვიქნებოდით წარმომიდგენია. ხო, არა და ელზა თქვენ ყველაზე კარგად გვეტყვით ამ ყოველფრის მიმართ რამხელა ინტერესია ეს, რამხელა ტურისტული შესაძლებლობაა იმისთვის, რომ პირდაპირ თუნდაც მარტო ამ კუთხით უამრავი ადამიანის მოზიდვა იქნებოდა. რასაკვირველია რა. სამწუხაროდ ძალიან მინიმალურად არის ამ კუთხით გამოყენებული ეს შესაძლებლობები. აი შემდეგი თაობების იმედი უნდა ვიქონიოთ, ამ თაობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა აქვთ რეალურად და შემდეგ აი განათლებაში ხედავმები რადგან გამოსავალს. ეხლა რადგან ჩვენი მთავარი თემა არის მაინც მინერალური და თერმული წყლები, ყველაზე პირველი, ანუ ადრეულად აღმოჩენილი მინერალური წყალი საქართველოში არის ბორჯომი. და ინფორმაცია ბორჯომის ხეობისა, ზოგადად ბორჯომის შესახებ მოიპოვება პირველი საუკუნიდან, ახალი წელთაღრიცხვით. პირველი საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე. მაგალითად, ქალაქის ამ დასახლების ტერიტორიაზე აღმოჩენილია პირველი საუკუნის ქვის აბანოები. ანუ ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდნენ ქვის აბანოებით, მაგრამ სამწუხაროდ მე-16-მე-18 საუკუნეებში ოსმალეთის ინტენსიური შემოსევის შედეგად თლიანად, ტერიტორია გაჩანაგდა და მინერალური წყლების შესახებ ინფორმაციაც იქნა მივიწყებული. ანუ მე-19 საუკუნეში 1820-იანი წლებიდან ბორჯომი იქნა თავიდან აღმოჩენილი. და მისი შემადგენლობა მაგალითად მე, როდესაც მაქვს ხოლმე ტური, რომელშიც მარშრუტი შედის ბორჯომი, სტუმრებს ვუგდებთ ჩამონათვალს შემადგენლობის, ანუ რა შემადგენლობის არის. ჯერ ძალიან მაღალ სიღრმიდან ამოდის, დაახლოებით 8 კილომეტრიდან და გზადაგზა ხდება მისი გამდიდრება მინერალებით. ანუ ერთ-ერთი უნიკალური მინერალური წყალი გვაქვს და ბორჯომი ახლა კი ხედავთ ფოტოებზე, მაქსიმალურად მეტნაკლებად არის გამოყენებული. 1871 წელს ბორჯომი გადაეცა კავკასიის მეფისნაცვალს მიხეილ რომანოვს და 1890 წელს უკვე დაიწყო ბორჯომის ჩამოსხმა. ძალიან შთამბეჭდავია ლიკანის სასახლე, ყველამ ვიცით, ჯერ თავიდან იყო რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია და მერე საბჭოთა პერიოდში მთელი საბჭოთა ელიტა მანდისვენებდა და ამ რეზიდენციასთანაც დაკავშირებულია სტალინიც, ასე ვთქვათ. კი ბატონო, არქიტექტორსაც დავასახელებ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით არქიტექტორების ზოგადად ვინ რას აშენებდა. არქიტექტორი ეს არის ლეონტინ ბენუა, ხოლო ინჟინერი ლეოპოლდ ბილფელდი. ამ კაცის აშენებული არაერთი შენობა გვაქვს თბილისში, მათ შორის ქაშვეთის ტაძარი. ეხლა ეს არის ლიკანის სასახლე, ძალიან შთამბეჭდავი და საოცარი ადგილია. ეხლა ბორჯომი, ნაბეღლავი, თქვათ, საირმე, ეს არის მინერალური წყლები, რომლის შესახებაც ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ნაკლებად ცნობილ ადგილებზე გადავინაცვლოთ, მაგალითად, ისეთი როგორიც არის ლუგელა, ეს არის თხევადი კალციუმი, ლუგელას ხეობაც თვითონ არის უნიკალური, ეს არის სამეგრელოში, აი გამოჩნდა კიდევაც, აი სოფელ მუხურის მიმდებარედ არის საოცარი ხეობაა და მაღალი მინერალიზაცია აქვს ამ წყალს ძალიან და არ იყინება, ძალიან ბევრი თვისებები აქვს, ანუ მკურნალობს, ბევრი რაღაცების სამკურნალოდ გამოიყენება, მაგალითად ანემიის წინააღმდეგ. ანუ ეს მდინარე ესე მოდის, ხო? არა, ეს ანუ ამ ხეობაში არის, ამ ხეობაშია თვითონ ეს წყალი. თან აუცილებლად მისი მიღება არის საჭირო მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ანუ ესე არა. ხო, ეს ალბათ ხაზგასასმელია, ბევრი მინერალური წყალი არასწორი გამოყენებით შეიძლება საზიანოს. უფრო დაგვაზიანოს, რასაკვირველია. ხო, მათ შორის ეს არის. ეს როგორც იყიდება კიდევაც აფთიაქებში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღება. გარდა ამისა, კბილის პასტა მზადდება ამ ლუგელას წყლისგან და ძალიან საინტერესო ხეობაა, მოკლედ. თვითონ ამ ხეობაში არის არაერთი მღვიმე და გამოქვაბული, მაგალითად არის აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ცხოვრების ნაშთები, არაერთი არტეფაქტი. სხვა სურათებიც არის გამოჩნდება. ის ადგილი ხომ არ არის, სადაც დინოზავრის ნაკვალევიც აღმოაჩინეს ქვაზე თუ ეს ადგილია, დიახ. და ნამყოფი ვარ, როცა გამოჩენა მოხდა, გადაღებაზე ვიყავი წასული. შესანიშნავია. მთელი ეს არტეფაქტები არის ჩხოროწყუს მუზეუმში, რომელიც არის ერთ-ერთი საინტერესო მუზეუმი ჩემი აზრით, აი უამრავი არტეფაქტებით. გარდა ამისა, აი ამ იმაში ლუგელას ხეობასთან, აი
მუხურსა და სოფელ თაიაშორის არის ბილიკი, რომელსაც ეძახიან პომპეას ბილიკს და უკავშირდება პომპეუსის ლაშქრობას ეგრის. ანუ მეგრელებმა პომპეუს პომპეა დაარქვეს, ესეც ამაზე ცალკე ხუმრობთ ხოლმე. ხოლო მუხურს რაც შეეხება ეს არის სამედიცინო ფორმა აქვს ამ იმას, ლუგელას წყალს და აქ არის ჩამონათვალი, ანუ რამდენ რამეს უწყობს ხელს, აი საოცარი შემადგენლობის არის. ნორმალიზებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, იცავს ორგანიზმს გაუწყალობებისგან, მოკლედ ბევრი საკმაოდ უხვია ჩამონათვალი. ძალიან. მაგრამ ექიმის დანიშნულება ჭირდება. ექიმის დანიშნულება ჭირდება, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ მუხურთან დაკავშირებით ერთ-ერთი პირველი რაც ჩვენ თავში მოგვივა, ეგ არის მეფუტკრეობა. აი ეს არის სოფელი მუხური, ნახეთ ეს არის წალკოტი მართლაც, აი კურორტის სტატუსი აქვს თუ არ მეშლება ამ სოფელს. და ყველაზე ცნობილი რაც არის მუხურში, ეს არის ჩემპიონი ფუტკრები, რომლებიც არის მუხურთან დაკავშირებული და აქ არის ჩემპიონი რატო არიან ახლა ეს ფუტკრები? ყველაზე გრძელი ხორთუმის მქონე ფუტკარია მსოფლიოში, ასეთი ფუტკარი არ არსებობს, რომელიც არის დაბალ ტემპერატურაზე ძალიან ადაპტირებულია და შეუძლია ისეთ ადგილებში იმუშაოს, სადაც ნექტრის რაოდენობა ძალიან დაბალია. ანუ სხვა ფუტკრებისგან ეს ამხრივას გამოჩნდება. ენდემური ჯიშია. ენდემური ჯიშია მუხურის ფუტკარი და ნახეთ 3 ოქროს медаლი აქვს მიღებული. და აი მუხურში კი თუ მოხვდებით არ შეუძლებელია თაფლის გარეშე არ უნდა წამოხვიდეთ და იქაურები ძალიან ამაყობენ. თან გრძელი ნექტრით ალბათ საუკეთესო წვენს ამოიღებს ყვავილები. და ისედაც გარეგნობითაც ისეთი კარგი გარეგნობის ფუტკარია, მუხურის ფუტკარი შეიძლება ითქვას. კი ბატონო. აკბენით საშინელი ექნება გრძელი ნექტარი თუ აქ. შესაძლებელია, კი ბატონო. ეხლა კიდევ ერთი რაც კურორტი, მოდით გავიხსენოთ, ჰესთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. ლუგელას ხეობაში 2015 წლიდან დაიწყო ჰესის მშენებლობა, დამთავრდა უკვე, აი თქვენ ხედავთ ამ ჰესს. ეს არის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პირველი მასშტაბური შენობა, ისა ნაგებობა არის და თვითონ ამ ლუგელას ხეობაშია და იმედია ეს ჰესი არ დაუკარგავს უნიკალურობას ამ ხეობას და არ დააზიანებს. შურუბუმუსთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვით ვიტყვი, ანუ არაერთი მღვიმე აქვს. შურუბუმუ ეს მეგრული სიტყვა არის, სულ განაბულს ნიშნავს. მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი ამ ხეობაში და მართლაც წარმოუდგენელი რაღაცა სიჩუმეა. კი, აი ეს არის შურუბუმუ და აქაც არის აი ისეთი რესურსი, რომ მაგალითად ასთმით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობენ და დღესაც მიმდინარეობს კვლევები, ესე იგი ძალიან სერიოზული შესწავლა სჭირდება ამ ხეობას თვითონ. კი, აი საოცარი ხეობა არის, აი ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა. ეხლა იქვე მიმდებარედ შესაძლოა ბევრს გაგვიგია, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში იყო ძალიან ცნობილი კურორტი სქური. ეხლა ამ კურორტის უნიკალურობა რაში მდგომარეობს? აი გამოჩნდა კიდევაც სამ მთას შორის რაღაცა ბუნებრივი მთათა სისტემა აქვს, მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, დანარჩენი არის სრულად დახურული აი ბუნებრივი მთებით. და იმ ტრის შემოსევის დროს მაგალითად როგორ ხდებოდა? იმ ერთ შესასვლელს ჩაკეტავდნენ და მთლიან ხეობაში მაგალითად ბუნებაც ხელშეუხებელია და ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა შეძლო ამ ადგილმა მოკლედ. თვითონ წყალიც არის უნიკალური, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყალია სქურში და ამას მოწმობს კიდევ აი კალმახების დიდი რაოდენობა, ეს ანცნობი. ეს ინდიკატორია. კი, კალმახების ჭარბი რაოდენობა. 1915 წელს დაიწყეს ამ წლის შესწავლა და 1920 წლიდან უკვე მას მინიჭებული აქვს სტატუსი, სამკურნალო წყლის სტატუსი. ეხლა წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა პანსიონები და პანსიონატები და სანატორიუმები. მე არაერთხელ ვარ გამყოფი სქურში, ჩვენ ხშირად დავდიოდით ხოლმე, მაგრამ დღეს ყველაფერი გაუბედურებულია, აი მთლიანად ეს მოწყობილი სისტემის შენარჩუნებაც აი გაუკაცრიელებულია, რასაც ქვია და რა ვიცი, ადგილობრივებს აქვთ იმედი, რომ რაღაცა დროთა განმავლობაში მოხდება აღდგენა. იმდენად პოპულარული იყო მაგალითად საბჭოთა პერიოდში, რომ სპეციალურად მისთვის აშენდა ჰიდროელექტროსადგური, გზები გაკეთდა, ანუ რეგიონი მოაწესრიგა ინფრასტრუქტურულად, ანუ იმდენად ბევრი სტუმარი ყავდა ამ
კურორტს. კიდევ ერთი კურორტი, რომელიც ასევე არის სამეგრელოში, არის ლებარდე. შეიძლება ბევრი ნამყოფი ამ ლებარდეში ნახეთ რა საოცრება არის. ლებარდეშიც მე ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ, ჩვენ სულ დავდიოდით ოჯახი ყოველწლიურად. ეს არის მარტვილის მუნიციპალიტეტის ზღვის დონიდან 1600 მეტრზეა და აქაც აი ძირითადად მინერალური წყლების აღმოჩენა ხდება ხოლმე წყემსების მიერ. აი წყემსებმა დაინახეს, რომ ცხოველები არ შორდებიან რაღაც კონკრეტულ ადგილს და აღმოაჩინეს ეს წყაროები, ინფრასტრუქტურა, რაც იყო ძალიან კარგად გაკეთებული, პრაქტიკულად მოუწყობელია. უბრალოდ აი შესაძლებელი არის კაროებით და რაღაცა მსგავსი მოწყობილობით გაკეთება. მდიდარია რკინით და აი სასუნთქი გზების დაავადების საწინააღმდეგოდ ღვიძლის, ანემიის სამკურნალოდ აქ ამ შემთხვევაშიც ანუ ექიმის რეკომენდაცია არის აუცილებელი. და ეს კურორტიც მე ძალიან გული მწყდება მაგალითად, რომ არ არის გამოყენებული როგორც მიმართულება და ეხლა როგორ განავითარებდა უბრალოდ აი ბალნეოლოგიური მიმართულება ქვეყანაში მოწყობილი ინფრასტრუქტურა, აი როგორ წინ წაწევდა როცა მართლა მზად არის ყველაფერი პრინციპში ვიცით ბევრი რამ შესწავლილია და უბრალოდ სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება იმისთვის რომ ყველაფერი გამოვიდეს. კი, თავიდან ხომ არ არის ეს აღმოსაჩენი. ეხლა კიდევ ერთი რამ ლებარდეს რაც აქვს, ეს არის შთამბეჭდავი ტბები. ლებარდეს დიდი და პატარა ტობა ესე ვეძახით ჩვენ. აი ესეთი ტობავარჩხილით როგორია ხო? ტობავარჩხილის ლუგელას ხეობაში, ტობავარჩხილი ცაშკიბული იქეთ არის. და ეს კიდე არის ლუგელას ტობა, ესე იგი უნიკალური ადგილებია ტურისტული თვალსაზრისითაც. გარდა ტურისტული მიმართულებისა, სამკურნალო მიმართულებაც ზედდართული და არ ვიცი, ამხელა რესურს ესე ფლანგავდეს ქვეყანა, უბრალოდ არის წარმოუდგენელი ამბავი. რომ გადავინაცვლოთ აი თერმულ წყლებზე, ნუ ერთ-ერთი პირველი ახლა რაც შეიძლება გაგვახსენდეს თერმულ წყლებთან დაკავშირებით, ეს არის წყალტუბო. დიახ. ყველაზე ცნობილი, პოპულარული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელმაც 1931 წელს მიიღო სტატუსი. და კი ხედავთ ინფრასტრუქტურაშია პრინციპში იყო 22 სანატორიუმი, ეს არის ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, ეს 1 და 2 შენობა არ ყოფილა. 22 სანატორიუმი, 9 აბანო და ასევე იყო ბალნეოლოგიური ინსტიტუტის ფილიალი. და თვითონ არქიტექტურა, ჯერ იმ პერიოდის არქიტექტურა ისედაც გამოირჩეოდა ესეთი მონუმენტურობით და პომპეზურობით, მაგრამ აი ნახეთ უბრალოდ აი ეს თაღები, კოლონები, ანტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მშენებლობა და როგორ ჭირდება ამ შენობას ალბათ გარდაულად რესტავრაციაც, იმიტომ რომ ასეთი უნიკალურობა, ასეთი გამოშიგნული ახლა და ნუ თუ ასე დარჩება თუ დაიწყო შეუქცევადი პროცესები, ახლა სანამ დრო არის, მაშინ არის საჭირო ამიშველა. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდა ხალხი, აქ თანამდებობის პირები, მათ შორის ბოლშევიკური და კომუნისტური ელიტის წარმომადგენლები, აქ გვაქვს კიდევაც ფოტო, სადაც არის სტალინის პირადი აბანო, ანუ თვითონაც ჩამოდიოდა ყველა და არსებობდა სპეციალური რეისი იდგა მოსკოვი წყალტუბო. და აქ არის კიდევაც შემორჩენილი რკინიგზის სადგური, რომელსაც აი სტუმრები ჩამოყავდა პირდაპირ მოსკოვიდან სასტუმროდ. ერთდროულად ეს არის ფრიზი, რომელიც ჰქონდა სტალინის გამოსახულებით ამ სანატორიუმებს. ხო და ერთდროულად შეეძლო წყალტუბოს მიეღო 5800 სტუმარი. მე წარმოიდგინეთ როგორი იყო გამართული ინფრასტრუქტურა. და დღეს საბოლოოდ აი ეს არის პირადი მოზაიკით აბანოს, რომელსაც პირადი და იყო ცალკეული ერთნომრიანი კაბინეტები და სახელობითი კაბინეტებიც არსებობდა, როგორიც ეს არის მაგალითად. 30 წლის განმავლობაში ამ სანატორიუმებში ყველაში აბსოლუტურად 22-ვეში ცხოვრობდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და იმ პერიოდის განმავლობაში ანუ მთლიანად ეს სისტემა მთლიანად დაიშალა და აქ ერთი ფოტო გვაქვს სასტუმრო მეტალურგის და შესაძლოა გინახავთ გიორგი ვარსიმაშვილის მიერ გადაღება, ეს არის სასტუმრო მეტალურგი. გადაღებული ფილმი სასტუმრო მეტალურგი, სადაც არის აღწერილი ამ დევნილების ყოფა და აი ამ სასტუმროს დაცლის ძალიან ემოციური კადრები. აი ძალიან შთამბეჭდავი ფილმი არის გადაღებული, სადაც აი ჩანს ეს შენობა ძალიან შთამბეჭდავად.
კი ბატონო, კიდე რამე არ გამოგჩეს. კი, დღეს ახლა დაახლოებით არის 5 თუ 6 სანატორიუმი აღდგენილი. იმდენად იცვლება სიტუაცია, რომ ინფორმაცია რო გონია რომ რაღაც ეს არის, მეორე დღეს შეიძლება სხვა ინფორმაცია გქონდეს. დაახლოებით 14 არის გატანილი გასაყიდად. ეს არის ხო, შემდეგი კი, კურორტი მენჯი არის შემდეგი. ეს ფოტოები გუშინ გადავიღე ზუსტად, სამეგრელოდან მოვდიოდი. სენაკის მუნიციპალიტეტშია. ახალი ფოტოებია, ხო? გუშინდელი ფოტოებია. კი ვიცოდი რომ ძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ რეალობა იმდენად ძიმე დამხვდა, რომ თვალებს ვერ უჯერებდი. აი, არქიტექტურა უბრალოდ თქვენც კი ხედავთ, როგორი მასშტაბურია. და 100% შეხედეთ. აი, ასეთი შენობების დაკარგვა გვეპატიება. ეს არის 1956 წლის ფოტო და ჩანს შენობა როგორი შთამბეჭდავი. ეს კურორტი რით იყო გამორჩეული? ამ კურორტ ესეც არის ბალნეოლოგიური და ამ კურორტს ეძახდნენ ყავარჯნების სასაფლაოს, ყავარჯნების სამარეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ აი უკიდურესად აი სახსრების დაავადების მქონე ადამიანი დაუძლურებული, როდესაც აქ მოყავდათ და ისეთ შედეგებს აღწევდნენ, რომ საბოლოოდ ყავარჯნებს იკტოვებდნენ და ერთგვარი მუზეუმიც კი არსებობდა ამ ყავარჯნების. დაახლოებით 1 კილომეტრში აი მთავარი იქიდან არის გადარჩენილი ერთ-ერთი, რო გითხრეს ადგილობრივებმა, რომ ერთი აბანოა გადარჩენილიო, აი იმდენი ხანი ვეძებდით, ანუ რაღაცა გვეგონა, რომ ვიპოვიდით შენობა, სადაც იმ შენობის მსგავს და აღმოჩნდა, რომ თურმე არის ეს რაღაცა ფარდული, არაფრით არ გვეგონა. ბიძაშვილებთან ერთად ვიყავი. ვერაფრით ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს შეულებდა ყოფილიყო. აი პირდაპირ ამოდის, აი ქაფქაფა ეს მენჯისყალი, სხვათა შორის ცეცხლი ეკიდება. ანუ იმდენად საოცარი წყალია და მხოლოდ ეს ერთია გადარჩენილი, ისიც სადღაც ისეთ ვერაფრით ვერ იპოვით, თუ მაგალითად ვიღაცამ არ მიგასწავლათ, დანარჩენი არის ყველაფერი სრულად გაპარტახებული. 100%-ით ინფრასტრუქტურა მოსმოს. აქაც 15-ვე რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ და იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში. დღესაც ხო ანუ ასეთი რთული თუ ასაყოვნელად მარტო ადგილობრივები არ ვიცი, ისინიც იყენებენ კი საერთოდ. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ აქაც არის გარკვეული რიგები, ანუ 9 საათზე მეტი, ანუ არ შეიძლება პატარა რეალურად დაახოროთ. ფიზიკურად კარი არ აქვს, ანუ წარმოუდგენელია მანდ როგორ შეიძლება ვინმე მისარგებლოს ამით. გარდა ამისა, თვითონ ამ ტერიტორია არის ძალიან დიდი და არის აბსოლუტურად აი გავერანებული. აი თქვენც კი ხედავთ, რომ თლიანად იქ საფხულში ალბათ ქვეწარმავლების დიდი რაოდენობა, რომ პრაქტიკულად არის აი 100%-ით განადგურებული. გამოდის თუნდაც ის ერთი რაც იყო, ხო? ფართოდ ისიც ადგილობრივების მიერ მოწყობილი, ალბათ ხო არანაირი ინტერესი არ არის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მხრიდან. არ არის თავისთავად ცხადია. ადგილობრივების მიერ აბსოლუტურად კუსტარულია, იმას არაფერი არ ეტყობა, რომ ხა საერთო ჯამში რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ინფორმაციიდან, რაზეც ვისაუბრეთ, ხა რამდენი კურორტი გვაქვს და რამდენი რამეა, რასაც კი ჩამოვთვალეთ სტატისტიკური მონაცემები, რამდენი რაღაცა გვაქვს. როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი, რა გავაკეთოთ, რა გვეშველება.